გორის დილამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საათასო მერვედ ფინალურ დაპირისპირებაში ზუგდიდს უმასპინძლა. მატჩი ანგარიში ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა პირველ ნახევარში გახსნეს. მასპინძლებმა გათანაბრება 47 წუთზე ირაკლი მოდებაძის გოლით მოახერხეს, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარათ და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1-2 დაფიქსირდა. ორ მატჩიან დაპირისპირებაში უძლიერესის ვინაობას ზუგდიდში გამართული მატჩი გამოავლენს. გიორგი ოგანესიანი დეტალებით. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გორის დილასა და ზუგდიდის მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. თანაბარი თამაში საგოლე ეპიზოდების გარეშე მიმდინარეობდა. პირველი ნახევრის 31 წუთზე მცველების უხეში შეცდომით ზუგდიდელმა თავდასხმელმა 7 ნომრიანი მაისურით მოთამაშე გიორგი ბულიამ ისარგებლა და მატჩი ანგარიში გახსნა. გოლის შემდეგ სტუმრებმა თითქოს და მატჩის სადავოები ხელთ იგდეს, რაც ზუგდიდელთა წისქვილზე ასხამდა წყალს. ტაიმის უკანასკნელ 5 წუთში გორელებმა რამდენიმე რეალური საბოლოო ეპიზოდი შექმნეს, მაგრამ ზუგდიდელთა კარიზბადე არც ერთხელ არ შერხეულა. მეორე ნახევარში დილას შეტევებს კიდევ უფრო მეტი აგრესია და სისწრაფე ეტყობოდა. სტუმრებმა მატჩის მეორე 45 წუთი მეორე ნომრად დაიწყეს და საკუთარი თამაში ძირითადად კონჩეტევებზე ააგეს. მეორე ნახევრის მე-11 წუთზე გორელების მიერ გატანილი გოლი მსაჯმა თამაშის დარღვევად მიიჩნია და ტაბლოზე ანგარიში უცვლელი დარჩა. თუმცა ზუსტად 1 წუთში მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს მოწოდების სიმაღლეზე გორელთა კაპიტანი ირაკლი მოდებაძე დახვდა და ანგარიში საყაიმო გახადა. უჩა სოსიაშვილის ცვლილებებმა გორელთა შეტევები კიდევ უფრო გამოაცოცხლა. თამაშის მიწურულს დილას ფეხბურთელებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ მატჩის მათ სასარგებლოდ შემოbrunების შანსი, მაგრამ რიგ შემთხვევაში ზუგდიდელებს ფორტუნა სხალობდათ, ზოგჯერ კი მათი გოლკიპერი იყო მოწოდების სიმაღლეზე. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მორიგი კონჩეტევის დროს ზუგდიდელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ცრუ მოძრაობით ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. ორ მატჩიან დუელში უძლიერესის ვინაობას ზუგდიდში გამართული შეხვედრა გამოავლენს. ჩვენ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, დაცვიდან ავაგეთ, ვითამაშეთ კომპაქტურად დალაგებული ფეხბურთი. ჩემი ფეხბურთელები მოქმედებდნენ ორგანიზებულად და მე მგონი დაიმსახურეს გამარჯვება და მადლობა გადაუხადა. მაგრამ მინდა თქვა, რომ საათასო დუელი ორ თამაში წყდება და ალბათ სიმე შეხვედრა გოლდება. გულოცავს ზუგდიდს ამ გამარჯვებას, მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ამ საათასო ორთაბრძოლაში გორის დილა მოახერხებს და დაძლევს ამ ბარიერს, რომელიც მე ვთვლი რომ ძალზე რთული ამოცანაა, მაგრამ შესწევს ამ გორის დილას ნამდვილად იმისალა, რომ ეს ბარიერი გადაალახოს. და მაქსიმუმს გავაკეთებთ მე და თვითონ ჩვენი ფეხბურთელი იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპზე გორის დილა გავიცი.